აქ ჩემს გვერდზე პატარა ნაწყვეტი დევს დათო ქაშიაშვილის ინტერვიუდან, სადაც კითხვა მოჭრილია და მხოლოდ ჩემი პასუხია დატოვებული, სადაც ვამბობ, რომ სასოწარკვეთილი ვარ. ძალიან ბევრმა რატომღაც ჩათვალა, რომ ამას ჩემს მდგომარეობაზე ვამბობ. არასდროს და არსად ჩემი თავი არ ჩამithვლია სასოწარკვეთილად. არ მიგრძვნია ეს გრძნობა და რაწამსაც მიგრძვნია და მიწყია ბრძოლა ამის წინააღმდეგ. ვიცი ჩემ მდგომარეობაში ბევრი ადამიანია, ვინც ახლობელი დაკარგა და მათ მინდა ვუთხრა, ჩვენ სხვანაირი ტვირთი გვადევს მხრებზე და სხვანაირად უნდა შევებრძოლოთ სიკვდილს. იმიტომ რომ ბრძოლას და მე ვარ მაგალითი ამის. ყოველთვის აქვს აზრი, როცა წევხარ გაშოტილი და ვერ ინძრევი და საერთოდ არ გინდა რეალურ ცხოვრებაში დაბრუნება, უნდა მოიკრიბო, არ ვიცი, ძალიან დიდი ძალა და პირველი ფეხი გადმოდგა ლოგინიდან. მე ცხოვრება ორჯერ დავიწყე თავიდან და მხოლოდ იმიტომ შევწელი ეს ყველაფერი, რომ სასოწარკვეთილი არ ვიყავი. რაც შეეხება კითხვას, კითხვა ეხებოდა დღევანდელ მდგომარეობას საქართველოში და მე ვუპასუხე, რომ სასოწარკვეთილი ვარ. არ ვიცი, მაშინ ასე ვფიქრობდი. თუმცა დღეს აქ და ახლა შეიძლება სხვანაირად მეპასუხა. ჩემი ერთი ძალიან ცნობილი მეგობრის საყვარელი ლექსით გავცე ამ კითხვას თავიდან პასუხს. ომიგიქნიათო გივარგილ, ომივქენითო დედფალ, წაგიგიათო ბრძოლა გივარგილ, წავაგეთ ომი დედფალ. მაშ რაღა აზრი აქვსო ბრძოლას გივარგი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი დედფალ.